კიდევ ერთხელ მოგესალმებით, ეთერშია სტუდია ნომერი 8, მე ილია ჩაჩიბაია ვარ და დღეს ვუძღვები ამ გადაცემას. ჩვენს მაყურებლებს და რადიო მსმენელებს შევახსენებ სტუდიის ტელეფონის ნომერს 2388 ამ დროიდან შეგიძლიათ თქვენი შეკითხვებით ან მოსაზრებებით შემოგვიერთდეთ და გამოხატოთ თქვენი პოზიციები. გადაცემაში სტუმრად მოვიწვიეთ საქართველოს პატრიოტთა ალიანსის ერთ-ერთი ლიდერი გიორგი ლომია. საღამო მშვიდობისა, გამარჯობა. მოგესალმებით. ბატონო გიორგი, დაახლოებით 3 თვეა ჩვენ სტუდიაში არ ყოფილხართ, გარკვეული მიზეზების გამო, ან ცოტა მეტი. ბევრი რამ მოხდა ამ პერიოდის განმავლობაში და ცოტა ზოგად შეკითხვას დაგისვამთ, როგორ აფასებთ იმ პოლიტიკურ რეალობას, რომელშიც დღეს ქვეყანას უწევს ცხოვრება. და იმ პროცესებსაც პრინციპში, რომელიც ამ დროის განმავლობაში განვითარდა, ბიძინა ივანიშვილი საჯარო პოლიტიკაში დაბრუნდა, ახალი პრემიერ-მინისტრი ყავს ქვეყანას, საქართველოს კანდიდატის სტატუსი მიიღო და სხვა ბევრი. მოგესალმებით, ილია, მივესალმებით თქვენს ტელემაყურებელს და რადიო მსმენელს. რაც შეეხება პოლიტიკურ ვითარებას საქართველოში, ზოგადად პოლიტიკაზე ვსაუბრობთ თუ კონკრეტულად პოლიტიკურ პარტიებზე და მათ ზოგადად მოქმედებაზე, ზოგად პოლიტიკაზე და საერთოდ პროცესი თუ არსებობს, ან ჯანსაღი, ან საერთოდ თუ არის ასეთი რამ. აქეთკენ მივდივარ ზუსტად. ზოგადად პოლიტიკაზე თუ ვსაუბრობთ, ეს არის სოციალური პოლიტიკა და არა ის პოლიტიკური პროცესები, რომელზედაც უნდა გვესაუბრა წესით როგორც პოლიტიკური პარტიის წარმომადგენელს, უნდა მესაუბრა როგორც პოლიტიკური პარტიის წარმომადგენელს და ეს არის სოციალური პოლიტიკა, სხვა არაფერი, იმიტომ რომ თვითონ პოლიტიკური პროცესი უკვე დიდი ხანია მკვდარია. ანუ ის პოლიტიკური პროცესი, რომელსაც ეძახიან დღეს პოლიტიკას საქართველოში, სინამდვილეში არის მართვადი პროცესი, რომელიც პოლიტიკასთან სიახლოვეშიც კი არ არის. ეს არის კონკრეტული სურვილები, კონკრეტული ხალხის, კონკრეტული პარტიის, კონკრეტული ხალხის პიროვნებების, ასე ვთქვათ, რომელიც სრულდება და საზოგადოება იძულებულია მიიღოს ეს პროცესები მიიღოს ისე, როგორც სავალდებულო პროცესი. და სამწუხაროდ არაერთხელ მისაუბრია მე ადრეც სამწუხაროა რომ ადამიანს არ შეუძლია გაანალიზოს ეს პროცესი სწორად, მიხვდეს რომ ეს პოლიტიკა მისთვის სასარგებლო არ არის და ვერ იქნება, იმიტომ რომ ჯანსაღი არ არის ბუნებრივია და მიიღოს სხვა გადაწყვეტილება და არა ის გადაწყვეტილება, რომელიც სურს კონკრეტულ პარტიას ან კონკრეტულ პიროვნებებს. იმიტომ რომ დღეს, როგორც გითხარით, პროცესი მართვადია. სხვადასხვანაირად იმართება. და რა მიზანს ისახავს ეს ასეთი ტიპის პროცესი პოლიტიკური? ერთადერთი მიზანი არის, რომ რაც შეიძლება დიდხანს კონკრეტული პოლიტიკური ჯგუფი, რაც შეიძლება დიდხანს დარჩეს ხელისუფლებაში, სხვა პოლიტიკური ჯგუფები, რომელსაც არ აქვს არანაირი პერსპექტივა ცალკეულ პროცესებში, ასე ვთქვათ, მაგრამ აი ამ საერთო პროცესში ისინი პარლამენტში აღმოჩნდნენ. ანუ ეს ის ხალხია, ვისაც საზოგადოება იმ რაოდენობით მხარს არ დაუჭერს, რომ პარლამენტში აღმოჩნდნენ, მაგრამ კონკრეტულად ამ არაჯანსაღ პოლიტიკურ პროცესებში ასეთი პოლიტიკური პარტიები საჭიროა ამ ჩვენი სახელისუფლებო პარტიისთვის. ამიტომაც ესენი აღმოჩნდნენ პარლამენტში და ყველაფერს იზავენ იმისთვის, რომ გაგრძელდეს ასეთი არაჯანსაღი პოლიტიკური პროცესები საქართველოში. სარია ეთერში და განვაგრძოთ საუბარი, არ ვალოდინოთ მაყურებელი ან რადიო მსმენელი. შეგიძლიათ დაიწყოთ, გისმენთ? მოგესალმებით. მოგესალმებით. დიახ. ეს სტუმართან მექნება ასეთი შეკითხვა. დიახ. ასე ვთქვათ, კრიტიკული შეკითხვა მექნება და იმედია დავამთავრებინეთ ბოლომდე. რა თქმა უნდა, ბრძანეთ თქოს მოკლედ, თავიდანვე გეტყვით მოკლედ. რა თქმა უნდა. ესეთი რაღაც მაინტერესებს. არჩევნების წინ, საპარლამენტო არჩევნების წინ თქვენი ორგანიზაცია აცხადებდა, რომ 17-20%-მდე ქონდა რეიტინგი, ხო, როგორც მახსოვს და თუ რაღაც კადრებს ვნახულობთ, სადაც აი თავისუფლების მოედანის სავსე იყო, უშუალოდ ვაშაძეს საპრეზიდენტობის წინააღმდეგ გამოსული ხალხი და ამათ აცხადებდით როგორც თქვენს მოხრეებს, რა და ეხლა რა მაინტერესებს რა? აი დაუშვათ დავიჯერეთ, რომ ივანიშვილის გარეშე იყო ეს ხალხი გამოყვანილი. და თქვენი პარტიის გამოყვანილი იყო. აი არ ჩავყვები ახლა ამ თემას დაუშვათ დავიჯერეთ. მით უარესი მაშინ თქვენთვის 1% რო დაგიწერეს არჩევნებზე თქვენს პარტიას, ხო?
20% გვაქვს და 20 კაცი ვერ გამოიყვანეთ ქუჩაში და აი ახლა ადამიანს ახლა მე პირადად ვარ კონსერვატიული მიმართულების ბატონო არჩევნების შემდეგ ბევრი აქცია იყო დაასრულეს ხო აი მე პირადად ვარ ახლა კონსერვატიული ტრადიციონალისტური მიმართულების პიროვნება რომელიც არ ვარ თქვენი პარტიის ხარდამჭერი და აი რა მაინტერესებს რატო უნდა დაუჭიროთ თქვენს პარტიას ხარი იმ შემთხვევაში თუ არჩევნების მერე დაგიწერენ ისევ 1% და ისევ ასე შეირგებთ აი ამ გაყალბებას არ გათიშოთ όμως დარჩით ხაზზე გესმით ჩვენი მესმის დიახ კი ჯერ 1% არ იყო ეს იყო 3 და 4 ეს 4 მანდატი მივიღეთ ჩვენ მეორედ როდესაც ჩვენ ვამბობდით რომ ჩვენ გვაქვს 12-დან 16%-მდე ეს იყო ციფრი 12-დან 16%-მდე. ჩვენ კი არ ვტყუოდით. ჩვენ მართლა ვამბობდით იმით, რომ გქონდა ჩატარებული ჩვენ არ მხოლოდ ჩვენ, უცხოელებსაც გქონდათ კვლევები ჩატარებული და ჩვენს კვლევები გქონდა. და იმის გამო ზუსტად, რომ ჩვენ წაგვართვეს ეს ხმები, ანუ ცალკე ის რომ პარტია კარგავს ხმებს, მაგრამ ცალკე არის კიდე სხვა თვითონ იმ ადამიანების შეურაცხყოფა, რომლებიც პარტიას მხარს უჭერენ. მათი ხმები იკარგება. და ზუსტად ამ პროტესტის ნიშნად ჩვენ არ შევედით პარლამენტში. დავთმეთ მანდატები. რატომ უნდა მისცეთ ხმა პატრიოტთა ალიანსს? ჯერ პირველ რიგში შემიძლია გითხრათ, რომ ეს თქვენი და თითოეული ადამიანის გადასაწყვეტია, ვინ ვის აძლევს ხმას, მაგრამ თუ მეტყვი რომ რაღაც ეტაპზე მოგატყუეთ, რაღაც ეტაპზე ვისარგებლეთ თქვენი ნდობით, ჩვენ პარტია მისარგებლა, გამოიყენა პირად ინტერესებში ბოდიშს მოგიხდით საჯაროდ და გეტყვით რომ არ უნდა მისცეთ ასეთ პარტიას ხმა. მაგრამ თუ ვერ მისახელებ ასეთ რამეს, ეს უკვე იმას ნიშნავს, რომ ჩვენ ჯანსაღი პოლიტიკური პროცესების მომხრეები ვართ და არა მოტყუების, როგორც საზოგადოების, ასევე საკუთარი თავის. ეს არის და იყო რაღაც პუნქტები, ერთი წუთით თუ შეიძლება პასუხი ამაზეც მოისმინეთ. ბატონი ბიძინა თუ არა, მაშინ როგორ მოაწყვეთ ის დიდი აქცია თავისუფლების მოედანზეო და კიდევ ერთი არჩევნების შემდეგ 20 კაცი ვერ გამოიყვანეთ, თუ ასეთ ცოტა უცნაური კითხვა იყო. ზუსტად არჩევნების შემდეგ რუსთაველზე მოეწყო აქცია და გამოვიყვანეთ 9000 კაცი. 9000 ადამიანი გამოვიყვანეთ, არ გახსოვთ ეს აქცია. შუა ზაფხულში. როცა იწოდა აქაურობა, არ გახსოვთ, რატო ამბობთ ისეთ რამეს, რაც სიმართლეს არ შეესაბამება. რაც შეეხება იმ აქციას რუსთაველზე, რომელზეც თქვენ რატომღაც აპილირებთ, რომ ბიძინა ივანიშვილის მეშვეობით მოვაწყეთ ის აქცია, რომ ვაშაძის წინააღმდეგ. რა, გარდა ამ აქციისა სხვა აქციები არ მოგვიწყია? იგივე თავისუფლების მოედანი არ შეგვივსია? რატო ამბობთ ასეთ რაღაცას არ მესმის? დიახ, გისმენთ პატივცემლო თუ დაამატებთ რამეს? კი ბატონო, ერთ რაღაცას დავამატებ. მე ტყუილი არ მიკადრებია. უბრალოდ არა, შეიძლება დაგავიწყდეთ, მე უბრალოდ შეგახსენეთ. ხმა ადამიანმა თქვენს პარტიას, რომელსაც არ აქვს გარანტია, რომ იბრძოლებთ ამ ხმისთვის, რა და ისეთ რა არის, იდეების დონეზე მე თქვენი პოლიტიკური მიმართულება მომწონს. იდეების დონეზე, რა, მაგრამ ახლა ისეთ რა ენერგიას არ ასხივებს და ძალას არ ასხივებს. ძალადობაზე წამსვლელები არ ახართ, ხვდებით? ძალადობრივ ქმედებაზე არ. ძალადობაზე რა უნდა იყვნენ? ერთი წამი. ერთი ქმედებაზე იყო საქართველოს ისტორია აწყობილი და ვაიმე ძალადობრივ ქმედებაზე. ერთი წამი. აქამდე ვერ მოვიდოდით, რა. ერთი წამით. ენერგია და ძალა არ მოდის თქვენგან. აი ეს თქვენი პარტიის. ერთი წამით. კი ბატონო. კეთილი, გავიგეთ. ერთი წამი. გავიგეთ. დარჩით ხაზზე. თქვენ თუ ისტორია გახსენდებათ, მაშინ გეტყვით, კი ბატონო, არის ისტორიაში ისეთი მომენტები, როდესაც ძალადობა არის გამოყენებული, არის ისეთი მომენტები, როდესაც ჩვენს მეფეებს შვილები მიყავთ ტყვეთ ტოვებდნენ მტერთან, რომ სიტუაცია დაელაგებინათ ქვეყანაში. სხვადასხვა დროს, სხვადასხვა მომენტი არის გამოსაყენებელი. დღეს ძალადობა ვის წინააღმდეგ უნდა ეძალადო? ქართველი ხალხის წინააღმდეგ უნდა ეძალადო? აი თქვენ რომ მეუბნებით, რომ აი ძალადობა, თქვენ ასე ხედავთ პოლიტიკურ პროცესს. მე ვხედავ პოლიტიკურ პროცესს ცოტა სხვანაირად. ძალადობა ქართველი ხალხის წინააღმდეგ ჩემთვის მიუღებელია. ბრძოლა, კი ბატონო, არა ქართველი ხალხის წინააღმდეგ, არამედ პოლიტიკური ბრძოლა, რასაკვირველია, მაგრამ პოლიტიკური ბრძოლა სხვადასხვა მეთოდები აქვს. და ძალადობა ქართველი კაცის წინააღმდეგ ეს სამოქალაქო ომამდე მიგვიყვანს და თქვენ რას მეუბნებით, რომ სამოქალაქო ომის გზაზე უნდა დავდგეთ? არა, ესე ქართველი ხალხი იყო შაჰის სევანიც და როსტომ ხანის, რა და ხა დემოს კათოლიკოსი. არა, როსტომ ხანი არ იყო ქართველი კაცი და როსტომ ხანი და შახ აბასი და ასე შემდეგ, რას მეუბნებით.
იქ ქართველი ქართველს არ კლავდა, იქ საქართველო ებრძოდა თურქს, იბრძოდა ირანს, იბრძოდა ყველა იმას, ვინც შემოდიოდა საქართველოში, ანუ ზუსტად ის ერთიანობა დღესაც გვჭირდება. პოლიტიკურ პროცესებს სჭირდება პოლიტიკური სწორი ფორმა, მოქმედების სწორი ფორმა. თუ კიდევ ერთხელ ვამბობ, თქვენ მუდმივად ძალადობაზე საუბრობთ, ჯერ ერთი, თქვენ რატო ფიქრობთ, რომ თქვენ რომ მოგწონთ ძალადობა, ეს მოსწონს საზოგადოებასაც? რატომ ფიქრობთ? და რატომ ფიქრობთ, რომ მაინც და მაინც ძალადობით თქვენ შეგიძლია მიაღწიოთ იმ მიზანს, რა მიზნისთვისაც ჩვენ ვიბრძვით? ოღონდ ბრძოლის მეთოდი არის ცოტა სხვანაირი და ძალადობა კიდევ ერთხელ ვამბობ, ის პოლიტიკური ძალადობა შეგიძლია გამოიყენო, ფიზიკური ძალადობა არ უნდა გამოიყენო ქართული ხალხის წინააღმდეგ. დიდი მადლობა ეს ჩემი აზრია, სუბიექტური აზრია და თქვენ როგორც გინდათ ისე დიდი მადლობა. სხვა ზარებიც არის ეთერში და არ ვალოდინოთ, მოგესალმებით, შეგიძლიათ დაიწყოთ საუბარი. გამარჯობა. ობიექტივი გისმენთ, შეგიძლიათ ისაუბროთ. მოგესალმებით. გამარჯობა. ერთი კითხვა მაქვს თქვენთან. დიახ. ეს უსმინე თურქეთში ჩატარდა არჩევნები და ერდოღანმა აღიარა, რომ ჩვენ ოპოზიცია მოგვიგო და იმას ვიზავთ, რომ გავაანალიზეს რაში დაუჭირთ შეცნობაო. მე ბუნებით ვარ კონსერვატორი, ახლა ხოდ გეუბნებით იმიტომ, რომ მე ხან აქცევს და მაგის ანაცვლეთებს არც მინიცია ხმა და არც მიცემ. ყოველთვის უშემატკივრობ ამ კონსერვატული მენტალიტეტის მქონე პარტიებს. თქვენ რაც შეეხება ყოველთვის სიმპათიით ვარ თქვენს მიმართ, მაგრამ რა არ მომწონს გეტყვით. მე მგონი ჯობია რომ მოსახლეობამ გითხრათ რაშია პრობლემა, რა მე ესე ვხედავ და იქნებ მართალი ვარ და თქვენ გაიზიაროთ. არჩევნები რომ ჩატარდა, ეხლა ბევრი უბანზე ვიყავით, ხო, მუშაობდით, ზოგი დასაქმებული ვიყავით და თქვენ 3700 უბანია თუ რაღაცა, ყველგან ყავდათ წარმომადგენლები, ხო, თქვენ პარტია. ბოლო არჩევნებზე არა. ხო, ყავდათ წარმომადგენლები. 2020 წელს გულისხმობთ ქალბატონო? საპარლამენტოს დროს კი. საპარლამენტოს გულისხმობთ. ხო და ეხლა ბოლო არჩევნებზე არ ყავდათ თქვენ? არა, ბოლო არჩევნებზე, ადგილობრივ არჩევნებზე ჩვენ არ ყოლია. არ ყოლიათ, ხო? ესე იგი, უბნები, უბანზე, ერთ-ერთ უბანზე ვიყავი მეც და რო გაიხსნა ეს ხუთი. ეხლა ხო იცით, ყველა პარტიის წარმომადგენლები არიან დამკვირვებლები და აი მე თვითონ გაუგნებული ვიყავი, მე თვითონ ნაცების ხუთიანი შემოხაზული და გირჩი ამოდიოდა ისა უბნიდან. და ძალიან 5 თუ 6 ხმა იყო თქვენი პარტია. აი ეს არის ქალბატონო საინტერესო, გიპასუხებთ ამაზე, ეს სპეკულაციები და მანიპულაცია საარჩევნო შედეგებზე, აი ამ ზეგავლენის მოხდენისა, ბრწყინვალე მაგალითი იყო მართლაც 2020 წლის არჩევნები. 2000 რა მაინტერესებს? სქემა არსებობს სპეციალური. 2020 წელს უბრალოდ რო გითხრათ, აი წარმოიდგინეთ, ნაცებმაც კი ნანუკა ჟორჟოლიანმა ღია ეთერში თქვა, რომ წყალტუბოში ერთ-ერთ უბანზე მაგიდის ქვეშ იპოვეს 50-მდე პატრიოტთა ალიანსის ბიულეტენი, ანუ გადაყრილი 50-მდე ერთ უბანზეა საუბარი. ეხლა წარმოიდგინეთ სხვადასხვა უბანი, ანუ 3600 უბანია. მადლობთ ქალბატონო თქვენ გემშვიდობებით, საინტერესო იყო თქვენი რამე კითხვა ხო არ ქონდათ კიდე ქალბატონო? გაითიშა, დიახ. ხო და ანუ ეს წარმოიდგინე ახლა 41 უბანზე 50 ბიულეტენს რო იპოვიან და ამას რო თვითონ ნაცები და ნაცების წარმომადგენლები რო აღიარებენ. ახლა წარმოიდგინე სხვა უბანზე რა ხდება, ხო? აქედან გამომდინარე ხმების დაცვა. ეს არის ზუსტად ის პრობლემა, რომლის გადალახვაც ფაქტიურად შეუძლებელია, მაგრამ შესაძლებელია მხოლოდ ხალხის ერთიანობით. ანუ როდესაც ხალხი ერთად დგას და მე ბოლოს და ბოლოს მოაწყობ 100,000 კაციან აქციას და ეტყვი რომ აბა 100,000 კაცი აგერ ქუჩაში დგას და ამოს ჩემი ხმები წართმეული გაქვთ თქვენ და პირდაპირ ხელს დაადებს ხელისუფლებას CSK იქნება ეს თუ ცალკეული პიროვნები თუ ჯგუფი რა აქვს მნიშვნელობა. მაგრამ დღეს დღეს არის ის რეალობა რა რეალობაც არის. პარტია იწყებს თავის მოქმედებას, პარტია იწყებს პოლიტიკურ აქტივობას, სად ვიქნებით ხვალ ამას დრო გვიჩვენებს და ხალხის აქტივობა. დიახ, ერთს დავამატებ თუ შეიძლება ბატონო გიორგი, მე ერთ-ერთ არჩევნებში მიწევდა აქტიური მონაწილეობის მიღება
და ჩემთვის ცნობილი ხდებოდა ფაქტების შესახებ, როდესაც პატრიოტთა ალიანსის მხარდამჭერებს პირადობის მოწმობები ჩამოართვეს ღამით არჩევნების წინაღამეს, იმისთვის რომ ხმა არ მიეცათ მეორე დღეს და ქალბატონმა დამკვირვებლებზე ისაუბრა, ხომ ყავდათ ყველა უბანზე დამკვირვებელი და სად იყვნენ ისინიო და გვაქვს ინფორმაცია, რომ უამრავი დამკვირვებელი იქნა მოსყიდული არა მხოლოდ პატრიოტთა ალიანსის, არამედ ოპოზიციის დიდი ნაწილის გუნდიდან. ამის თქმა მინდოდა ზუსტად. თვითონ ხალხზეა დამოკიდებული. ადამიანს თავაზობენ 200 ლარს და ის იყიდება, მაგრამ 4 წელიწადი მერე გა모დის ქუჩაში, მოდის ტელევიზიაში. რაღაც ძალიან ნაწყენი ამ ხელისუფლებაზე, ხო, მაგრამ ვისი ბრალია? შენ რო აიღო 200 ლარი, ასეთი 200 ლარი აიღო კიდე 10.000-მა ან 100.000-მა კაცმა. ამ ხელისუფლებას დაუჯდა 20 მილიონი, ვთქვათ, არჩევნები. 20 მილიონი ლარი საერთო არაფერია ამ ხელისუფლებისთვის, რა თქმა უნდა. და შენ კიდე მომდევნო 4 წელიწადი არიცი რა უნდა გააკეთო, როგორ უნდა იცხოვრო, რითი უნდა იკვებო, შვილებს რა უნდა აჭამო, რა უნდა ჩააცო და ასე შემდეგ. და ხარ მუდმივად უკმაყოფილო, მაგრამ დაფიქრდი იმ მომენტში, როცა გთავაზობენ ფულს. მე მესმის იმას ამბობს ბევრი, რომ რა ვქნა ძმაო, გაჭირვებული ვარ. ბიჭო, ეს 200 ლარი, ამ 200 ლარით ხო არ გაკეთდები, გინდა 500 ლარი იყოს. ხო არ გაკეთდები. მესმის, რომ იმ მომენტში რაღაცაში წაგადგება, მაგრამ 4 წელიწადი გაგწინ. არ გირჩევნია, ფიქრო იმ 4 წელიწადზე. მაგრამ არა, ეგ არის, ეს არის ერთ-ერთი ადამიანებით манипуლირების გზა. მოსყიდვა და მუშაობს. ძალიან საინტერესო ფორმატია, როდესაც გადაცემაში აქტიურად მონაწილეობს მაყურებელი და რადიომსმენელი, ერთგვარი თანაწამყვანის ამპლუაში ხართ თქვენ და ეს მომწონს მე პირადად. კიდევ ერთი ზარია ეთერში და ჩვენ ჭრაზე არ გავალთ, ოდნავ დაგვიანებით დავიწყეთ, ამიტომ ზარებს მივიღებთ. გამარჯობა, შეგიძლიათ დაიწყოთ საუბარი. ობიექტივი გისმენთ. გამარჯობა. დიახ. ბატონო გიორგი და მე თქვენთან მაქვს ესეთი კითხვა. ის რომ არჩევნებში მონაწილეობას იღებთ ძალიან კარგია და თუ ეს არ იქნება პრაქტიკულად შეერთებული ანტიფოლს, კიდევ უფრო გადასარევი იქნება, მაგრამ მე მაინტერესებს ერთი რაღაც, რა ეხლა უკვე რა ღირებულებით უნდა მოხვდეთ გარდაში საშინაო პოლიტიკისა, რამე თუ ჩვენ როცა ვიძახდით უმრავლესობა და გვეროდა რომ ფინლანდია შევა ნატოში, შვედეთი შევა საცილად აგვიდეს. თურქეთი ამას არ დაუშვებს. ჩვენ რო ვიძახდით რომ თურქეთი დაუშვებს კიდევაც და კარაქიან პურზე თაფსაც წაუსვევთ, მაინც საგარეო პოლიტიკასთან მიმართებაში საცილად ვიგდებდით. ევროპა არ მოგცემს იმას ვიზა ლიბერალიზაციას, კანდიდატობას, ყველანაირად გიმტკიცებდნენ თქვენი სტუმრები მასთან მიმართებაში, ვისაც გვერდჟერა რომ უნდა მიეცათ, რამე თუ ეს დიდი პოლიტიკაა რეგიონალური, მიუხედავად იმისა, რომ უკრაინაში დაწყებული არის ომი. უკრაინაში დაწყებულ ომზე რომ ვიძახდით, რომ ევროპა და ამერიკა თავით გადაეშვება უკრაინის ომში, ჩემი თხოვნა იქნება, კითხვა ჩამოაყალიბეთ, ძალიან ვრცელი ნუ გამოვა. მოდიხართ საშინაო პოლიტიკით ეკონომიკური კუთხიდან გამომდინარე? საგარეო პოლიტიკაში. არა, ერთი წამით არ გაითიშოთ, ერთი წამით. რომ აფია ძნელი იყო ამის წოდნა. ერთი წამით. არ გაითიშოთ. მე მახსოვს თქვენთან საუბარი ჩვენ მქონდა. ძალიან კარგი. მე მგონი ივნისი, მაისი ის თვეები. კი, არა, ჩვენ რაზე შევთანხმდით, რომ სექტემბერში შევა და მე გითხარით მაშინ, რომ არ შევა ფინლანდია სექტემბერში, არ შევა ნატოში. თურქეთი, მე მაშინაც აგიხსენეთ, რომ თურქეთი ძალიან კარგად ვაჭრობს სათავისოდ. მე ყოველთვის ერდოგანი ეხლა ბოლო პერიოდში, ბოლო 2 წლის, 3 წლის მანძილზე ერდოგანი ყოველთვის მომყავს მაგალითად. ასეთი მართველი უნდა ყავდეს ქვეყანას, რომ მიუხედავად იმისა, რომ ქვეყანა არის ნატოს წევრი, მიუხედავად იმისა, რომ დასავლეთისკენ გეზი აქვს აღებული, ის მაინც ბოლომდე იცავს თავისი ქვეყნის ინტერესებს. მის ინტერესებში არ იყო, რომ შვედეთში სასამართლო მიიღო გადაწყვეტილება, რომ გიულენის მიმდევრები არიან პოლიტპატიმრები, ეს არ მოსწონდა, მიაღწია იმას, რომ დღეს სასამართლომ გააუქმა ეს გადაწყვეტილება და პარლამენტმაც გააუქმა ეს გადაწყვეტილება. ანუ ის მოქმედებს საკუთარი ინტერესებიდან გამომდინარე. იმ მომენტში მე თქვენ გითხარით, რომ სექტემბერში გამორიცხულია. რატო იყო გამორიცხული, მაშინაც აგიხსენით, რომ უბრალოდ ფიზიკურად ვერ მოასწრებენ, ანუ ვერ დააკმაყოფილებენ ერდოგანის იმ მოთხოვნებს და ერდოგანი კიდე ის კაცი არ არის, რომელიც უკან დაიხევს და ან
თუ შეთანხმდებიან რომ ჯერ შენ დათმე და მე ჩვენ რაღაცა შეგისრულებთ, ამაზე ერდოღანი წამსვლელი არ არის. რაც საინტერესოა, ერდოღანი დამარცხდა, უკაცრავად ერთი წუთით დამარცხდა თვითმმართველობის არჩევნებში და მან თქვა რომ ეს არის აღიარა დემოკრატიის გამარჯვება და მართლაც თითით საჩვენებელი იყო ერდოღანი რომ მისი მაგალითი ცუდია, იმიტომ რომ ის დიქტატორია და თქვა არადემოკრატიული ქვეყანაა და ამ ფაქტმა აჩვენა რომ სულაც არ არის ასე. რა თქმა უნდა, ეგ ერთი, მეორე რაც ერთი წამი. იცით რა არის საინტერესო? იმდენი ნეგატივი ირღვევოდა იმასთან დაკავშირებით, რომ მადლობა. ამბობდი ამაზე გესაუბრებით. რაც შეეხება ჩვენს საშინაო თუ საგარეო პოლიტიკას. საშინაო პოლიტიკა არ იცვლება, ბუნებრივია, ჩვენთვის არის მთავარი ადამიანის კეთილდღეობა. სოციალური კეთილდღეობა და ამ ყველა სფეროში ეს იქნება ბოლომ ჩვენი მხრიდან, რა თქმა უნდა. ამაზე ვაკეთებთ პედალირებას. რაც შეეხება საგარეო პოლიტიკას. საგარეო პოლიტიკაც არ არის შეცვლილი. ჩვენი საგარეო პოლიტიკა რა იყო? პირველ რიგში დაბალანსების პოლიტიკა, რომ ყველა ქვეყანასთან უნდა კონდეს ნორმალური ურთიერთობა მეზობლებთანაც, დასავლეთთან, შორეულ დასავლეთთანაც და ყველასთან. თურქეთი იქნება თუ სხვა. ანუ ეს იყო ჩვენი, ასე ვთქვათ, გეზი, რომელიც არ შეცვლილა და არ შეიცვლება. რატო უნდა შეიცვალოს? მე ყოველთვის ვამბობდი, რომ თუ შენ ორ ძალას შორის ირჩევ ერთ-ერთ ძალას, ბალანსი ირღვევა და ქვეყანა ყოველთვის ზარალდება. იმიტომ რომ შენ ყოველთვის მოგაკლდება ის, რაც შეუძლია მისცეს იმ მეორე, ესე ვთქვათ, ძალთა ცენტრს. აქედან გამომდინარე, თუ ორ ძალთა ცენტრს შორის აღმოჩნდით, ჩვენ უნდა ვისწავლოთ დაბალანსების პოლიტიკის საგარეო დაბალანსების პოლიტიკის გამოყენება. ეს არის ჩვენი მთავარი, ასე ვთქვათ, აზრი და გეზიც. დიახ, ბატონო გიორგი, ჩვენმა ტელევიზიამ მე დღეს უკვე რამდენჯერმე გავიმეორე, მიზნად დაისახა, რომ ამ ქვეყნის ფაქტობრივ პირველ პირს, ბატონ ბიძინა ივანიშვილს დაანახოს ქართველი ხალხის თვალით რეალობა. რა პრობლემები აწუხებს, რა უჭირს დღეს ქართულ ხალხს და პრინციპში ჩვენ ვერ ვხედავთ ამაზე რეაგირებას ხელისუფლების წევრების. მეტიც ისინი უარყოფენ და ამბობენ, მიგრაცია არა გვაქვსო, ეკონომიკური ზრდა გვაქვსო, სიღარიბე ისტორიულ მინიმუმზეა და ასე შემდეგ. თითქოს ვერ ხედავს ხალხის გასაჭირს დღევანდელი ხელისუფლება. თქვენი აზრით, რა არის ის მთავარი პრობლემები დღეს ქვეყანაში, რომელიც უნდა დაინახოს ხელისუფლებამ და ბატონმა ბიძინამ და ამაზე მოხდეს პირველ რიგში რეაგირება? იცით რა არის, თუ ჩვენ ახლა გავალთ, მე და თქვენ ახლა ქუჩაში თუ გავალთ, პირველ რიგში ხალხი დაიწყებს საუბარს მედიკამენტებზე და პროდუქტებზე, ანუ საკვე პროდუქტებზე. არა მხოლოდ ფასებზე, არამედ თუ გინდა ხარისხზეც კი. უხარისხო პროდუქცია ძალიან მაღალ ფასებში ადამიანმა რომ ასე ვთქვათ ერთი თვე ოჯახი გამოკვებოს, აი ოჯახის პატრონმა ხო, ანუ კაცმა დაახლოებით 4 კაციან ოჯახს ორი ბავშვით 4 კაციან ოჯახს დაახლოებით 1500-დან 2000 ლარამდე ჭირდება. თუ ჩვენ ვსაუბრობთ ყველა იმ ვიტამინზე, რომელიც უნდა მიიღოს მზარდმა ორგანიზმმაც და უკვე ესე ვთქვათ სრულფასოვანი კვება რომ იყოს უზრუნველყოფილი. და მოზრდილმა ორგანიზმმაც. ანუ ჩვენ ვსაუბრობთ ელემენტარულ რაზედაც ევროპაში მაგალითად და ამერიკაში რაზედაც არ საუბრობენ. რატო? იმიტომ რომ ეს ისედაც ცხადია. ეს იგივე რომ მე და თქვენ ახლა ვისაუბროთ, რომ იცით რა არის დღის განმავლობაში 1300 ჯერ ამოვისუნთქო და ჩავისუნთქოთ თუ 1200 ჯერ რომ რაღაც ჟანგბადი ცოტა გამოვიზოგოთ. ანუ ეს ხო აბსურდია, ჩვენ ხო ამაზე არ ვსაუბრობთ. საკვები პროდუქცია უნდა იყოს ამ რანგში აყვანილი, რომ ამაზე არ უნდა საუბრობდე, ადამიანს უნდა კონდეს საშუალება იყიდოს. მე მესმის, რომ ადამიანს შეიძლება არ კონდეს საშუალება ლუი ვიტონის, თქვათ, ცოლისთვის ლუი ვიტონის ჩანთა იყიდოს $2500 და ეს პრობლემა არ არის, მაგრამ ის რომ ხორცი არ მიიტანოს სახში, შაქარი არ კონდეს და ჩაი და ყავა და ასე შემდეგ, ანუ 21 საუკუნეში ეს უკვე სირცხვილია. აი პენსიონერი ამ დროს როგორ შეიძლება არსებობდეს?
წარმოუდგენლად ძიმია მარტო ოჯახის დახმარებით. თუ კი ოჯახი არ ყავს, ხო, მე რას გქონდა, თუ შვილები შეინახავენ. თუ შვილები ვერ ინახავენ, რა ცოტა გინახავთ თქვენ მოხუცი ადამიანები ქუჩაში? ისინი ზუსტად ის პენსიონერები არიან, ვისაც არ ყავს ოჯახი. მარტო ხელები არიან და იძულებულები არიან გამოვიდნენ ქუჩაში და მათხოვრობა დაიწყონ. და ისმის კითხვა, რატო არავის არ უჩნდება კითხვა მთავრობაში, რომ ეს ხალხი საიდან ჩნდება ამ ქუჩაში. იქნება დავიაროთ, იქნება ვკითხოთ, იქნება რაღაც სხვა დახმარება ჭირდება ფულის გარდა. იქნება ფსიქიკურად არის შეშლილი ადამიანი და საავადმყოფოში უნდა მოათავსო. ანუ მილიონი პრობლემა, იგივე ავიღოთ აფთიაქები, ხო? ახლა როცა სახელმწიფო გეუბნება, რომ მე დოტაციაზე ვსვავ პენსიონერს, ვეტერანს, იმას, რა დოტაციაზეა საუბარი? ყველა მედიკამენტზე ხო არ სვავს დოტაციაზე. შენ თუ ახლა ვალიდოლს და იმას რა ქვია იოც მაგალითად დოტაციაზე დამისვავ, სულ არ მჭირდება მე ეს მედიკამენტები, მაგრამ არის მედიკამენტი, რომელიც ახლა ერთხელ შემთხვევით აღმოჩნდი აფთიაქში, ჩემს წინ იდგა, ზუსტად იდგა პენსიონერი. რომელსაც ქონდა რაღაც 3 ბარათი, მე არც ვიცი რა ბარათებია, 3 ბარათი, 3-ვე ბარათი გაატარებინა, 3-ვე ბარათიდან რაღაცა იყო ფასდაკლებები და მაინც გამოვიდა 44 ლარი. და ქალმა, მაინც 44 ლარიო? მე ხლა არ მინდა ვთქვა, რომ დავეხმარეთ ან რაღაც ცალკე თემა, მაგრამ მე რას ვამბობ, რომ 3 ბარათი აქვს ადამიანს და მაინც რაღაც ეს წამალი მას ჭირდება, ვიღაცის გასაყიდად ხო არ ყიდულობს. ვიღაცისთვის ხო არ ყიდულობს, თავისთვის ყიდულობს და 200 ლარი აქვს პენსია. 200-220 ლარი აქვს პენსია. 44 ლარი თუ მან წამალში გადაიხადა და ესეც მე არ ვიცი, მე არ მიკითხავს ხალბატონისთვის, რომ ეს ერთი თვის საკმარი წამალია, ერთი კვირის თუ ანუ შეიძლება ერთი კვირის წამალია. ანუ ფაქტურად რა გამოდის, რომ პენსია მარტო წამლებში შეიძლება არც ეყოს. ცალკე კვება ჭირდება. ან რადგინდა წამალს თუ წამალში ეხმარები ადამიანი ყიდულობს წამალს, ამ დროს ვერ იკვებება ისე როგორც უნდა იკვებებოდეს და აქედან სხვა პრობლემა უჩნდება. ავიტამინოზი და მილიონი კიდე სხვა რაღაცა. გესმით, რომ ჩვენი ყველაზე დიდი პრობლემა არის ის, რომ ხელისუფლებას არ ესმის საზოგადოების ხმა. არ ესმის და პირიქით, საპირისპიროში გვარწმუნებს, თითქოს ჩვენ არ ვიყოთ ამ საზოგადოების წევრები, არა და ვართ და საკუთარი თვალით ვხედავთ. ბატონო გიორგი, ამ დაუფასებლობამ, ამ უსამართლობამ რიგ სფეროებში, ფასების სფეროში, თქვენ მედიკამენტების ხარისხი და ფასები ახსენეთ აგრეთვე, საბოლოოდ ჩვენ მოგცა ის, რომ ახალგაზრდები მასიურად გადიან ქვეყნიდან, რჩებიან უფროსი თაობის ადამიანები შედარებით ქვეყანაში, რომლებიც იძულებული არიან თავი შეინახონ აი ამ ელემენტარული შემოსავლებით, რაც არის 315 ლარიანი პენსია და საშუალო ხელფასი. კიდევ რეალობაში რამდენია დათვლილი არ არის, იმიტომ რომ რამდენიმე მილიონერის ხარჯზე დათვლილი საშუალო ხელფასით, რომელსაც საქტატი გვეუბნება და გვარწმუნებს, ვერ ვიღებთ დამაჯერებელ რიცხვს. აქ რაშია გამოსავალი, რომ შევინარჩუნოთ ახალგაზრდები აქ? ჯერ მოდი იმ პრობლემაზე ვისაუბროთ, რასაც ქვია ახალგაზრდების გასვლა ქვეყნის გარეთ. ეხლა თქვენ წარმოიდგინეთ, რომ ახალგაზრდა რო გადის ქვეყნის გარეთ, 100 კაციდან დაახლოებით 5 კაცი მიდის სასწავლებლად, დანარჩენი მიდის სამუშაოდ. რას ნიშნავს წასვლა სამუშაოდ? ეს იმას ნიშნავს, რომ ის მუშაობს მანდ, რაღაც ფულს შოულობს, ზოგიერთი უგზავნის თავის ოჯახებს და ოჯახებს ინახავს, მაგრამ კაი, ამაზე ჩვენ უკვე თითქმის ვისაუბრეთ, სხვა რამეზე მინდა გავამახვილო ყურადღება. ის მანდ სპეციალისტი ვერ ხდება. ანუ ჩვენ ახალგაზრდების სახით ვკარგავთ სამომავლოდ, ვკარგავთ სპეციალისტებს. რა ხდება მერე მომავალში? მომავალში ჩვენ ეს სპეციალისტები გვჭირდება და ვინაიდან ქართველები აღარ არიან სპეციალისტები, ახალგაზრდები, იმიტომ რომ თაობა გაიზარდა 1-2 უცხოეთში, ჩვეულებრივად სადღაცაც რომ მუშაობს, ხო შავი მუშაა. ჩვენ სპეციალისტები შემოვყავს უცხოეთიდან. ანუ ფაქტიურად ჩანაცვლება ხდება ჩვენი მოსახლეობის უცხოელი მოსახლეობით. და ეს უკვე საგრძნობია, ჩვენ ვხედავთ უცხოელ კურიერებს, ვხედავთ მაღაზიაში თუ ბარებში თუ რესტორნებში უცხოელ მუშახელს. მე თქვენ კურიოსაც გეტყვით. დაახლოებით 2 თვის წინ ჩვეულებრივად შევუკვეთეთ, ხო იცით, როგორც უკეთავ სწრაფი შეკვეთის ცენტრი შევუკვეთეთ. ადამიანმა ვერ მიაგნო სახლს, მაგრამ ჩვენი გვიწერი, ოღონდ ქართულად გვიწერია.
სახლი, სადარბაზო, ყველაფერი, ქუჩა რამე. ველაპარაკება ინგლისურად. ნუ კარგი, ვეუბნები, რომ წაიკითხე მეთქი რა ქუჩაზე ხარ, ის მაინც რო ვიცოდეს სადა ხარ, ხო? ვერ ვკითხულობ, ქართულად წერიაო. ვერ ვკითხულობ, ქართულად წერია. ნუ კარგი, ვერ ვკითხულობ, როგორღაც იქ აივანზე გამოვედი, იქ სადღაცას შორს ვნახე, აუხსენი რო ქვემოთ. ნუ ამოვიდა, ვეკითხები, კი, მაგრამ ასეთ სერვისში რო დაიწყე მუშაობა. მე არა ვარ წინააღმდეგი არავისი, რომ იმ ყველგან ნეტა იმუშაო, ამას რა ჯობია, მაგრამ როცა დაიწყე მუშაობა, შენ ხო უნდა გესმოდეს, რომ საქართველოში ყველამ არ იცის ინგლისური. ელემენტარულად რომ მიაგნო ადამიანი რო ხო გელოდება, თქვა და ხო უნდა მიაგნო, სად უნდა მიხვიდე. თუ ადამიანმა ინგლისური საერთოდ არ იცის და ვერავის ვერ მონახავს გარშემო, როგორ მიაგნებ? ანუ ესე იგი ადამიანმა უნდა დაკარგოს ის პროდუქცია, იმიტომ რომ თუ ცხელი რაღაცა მოდის, ხო, ნუ გაცივდება უკვე არავის არ ჭირდება ხო ეს ყველაფერი. მე ჩვენ დაუკავშირდით თვითონ იმ კონკრეტულად იმ კომპანიას, რომლის მეშვეობითაც რა გვითხრა იცი კომპანიამ. კომპანიის პოლიტიკა ასეთი, რომ ჩვენ უცხოელებს, მე ვთხარ, მე კომპანიის პოლიტიკა სულ არ მაინტერესებს. შენ შეგიძლია უცხოელი დაასაქმო და ამის წინააღმდეგი არა ვარ. ამის წინააღმდეგი არა ვარ, მაგრამ შენ რო ხვალ მაგალითად აღმოჩნდე სავადმყოფოში, სადაც შენ რაღაცა გჭირს და ექიმს ელაპარაკები და ამ დროს არავინ არ არის მთარგმნელი და ექიმს არ ესმის რას ეუბნები და რაღაცას გეუბნება შენ და შენც არ გესმის, გესიამოვნება? არა, არ გესიამოვნება. მე რატო უნდა მესიამოვნოს? აი ამ რეალობამდე მივდივართ ჩვენ საბოლოო. მაგრამ არ არის მაკონტროლებელი ორგანო არ არის, იცით რატო? არავის არ უნდა ამის კონტროლი. იმას ვისაც ბევრი ფული აქვს, ნუ ბოლოს და ბოლოს თავის მძღოლს გაუშვებს და იმას მოატანინებს რაღაცას და ადამიანი, ჩვეულებრივი ადამიანი ყოველთვის დაზარალდება, სანამ ოლიგარქიასთან გვექნება საქმე, სანამ მდიდარი ხალხი იქნება ხელისუფლებაში, ოღონდ მდიდარი ხალხი მარტო ისე კი არა, რომ მოვიდნენ ხელისუფლებაში და მარტო იქ გამდიდნენ, არა. მანამდე იყვნენ მდიდრები და დღეს უკვე ისინი, რა თქმა უნდა, მათი სიმდიდრე უფრო გაფართოვდა, მაგრამ ისინი ხელისუფლებაში დღეს იმისთვის კი არ არიან, რომ თქვენ საზოგადოება, მე ვთქვათ, კარგად ვიცხოვრო. არა, თავიანთი ბიზნესის დაცვისთვის არიან ხელისუფლებაში. მე პარლამენტში ყოფნისას ბევრი ასეთი ვნახე პარლამენტარი, დღეს უფრო მეტია პარლამენტში, რომელიც საკუთარ ინტერესებს იცავს და საკუთარ ბიზნესს იცავს და სამწუხაროდ ეს ხალხი გამოდის და ჩემთან, თქვათ, პარტიასთან, ჩვენ პარტიასთან აქვს კითხვები. აი, თქვენ საგარეო პოლიტიკა, თქვენი საშინაო პოლიტიკა, რა საშინაო, რა საგარეო ხალხო, გაიხედეთ გარშემო რა ხდება. ჯერ იმათ მოკითხეთ, ვისაც თქვენ მხარს უჭერთ და თქვენი მეშვეობით ვინც ხელისუფლებაში ხდება ხოლმე. ჯერ იმათ მოკითხეთ, მათი საგარეო და საშინაო პოლიტიკა რა არის და პირველ რიგში სანამ საგარეო პოლიტიკაზე გადახვალ, საშინაო პოლიტიკა რა არის? თქვენ გრძნობთ აი საზოგადოებას მივმართავ დღეს. თქვენ გრძნობთ, რომ რამე შეიცვალა თქვენთვის პირადად ქვეყანაში. არა, მაშინ გააკეთეთ ანალიზი, სწორი ანალიზი. საგარეო პოლიტიკაში რა იცვლება, სხვაგან კიდე რა სად რა ხდება, ეს საერთოდ არ უნდა გაინტერესებდეთ ამ ეტაპზე. იმიტომ რომ დასაცავიც არაფერი აღარ აქვს. თქვენ არაფერი არ გაგაჩნიათ. როცა ამბობთ, რომ ჩვენ როგორ საგარეო პოლიტიკა გვაინტერესებს, აბა ომი გვინდა აქ, აბა ის გვინდა, დღეს უკვე რა გვინდა ის არ ვიცი, როცა შენ არაფერი არ გაგაჩნია, პირველ რიგში შენის უნდა გინდოდეს, რომ შენ შვილს არ შიოდეს. რომ შენ შვილს კონდეს საშუალება სკოლაში იაროს და ნორმალურად ჩაცმული იყოს. შენ თუ ეხლა ფილოსოფიას დაიწყებ, არა პირველ რიგში აი საგარეო პოლიტიკა იქ უკრაინაში რა ხდება, იქ რუსეთში, ამერიკაში და იმაში, არაფერი არ გეშველება. თუ შენ ვერ ისწავლე საკუთარი თავისთვის რაღაცის მოთხოვნა, თუ ეს ვერ ისწავლე, შენ ეხლა რისი დამცველი ხარ? უცხოელი დამცველი ხარ? უნდა გავიზიარო აუცილებლად ეს პათოსი, როდესაც პრეტენზია იყო გადაცემის დასაწყისში, რომ ხმები რატომ არ დაიცავითო თქვენს მიმართ, ამ დროს მე ვერ მოვისმინე, რომ პრეტენზია ყოფილიყო ხელისუფლების მისამართით, რომელმაც მოახდინა არჩევნების შედეგებზე ზეგავლენა და პლუს ამას პატრიოტთა ალიანსმა მაგალითად არაერთხელ მიმართა სასამართლოს იმისთვის, რომ დარღვევებზე მომხდარიყო რეაგირება, სასამართლო ამაზე არ რეაგირებს, პარლამენტი არ რეაგირებს, რკინის კედელია ხელისუფლებასა და სხვა ჯანსაღ პარტიებს შორის და ხალხს შორის აგრეთვე და ამ პირობებში პრეტენზიის მიღება ცოტა არ იყოს ძნელია ჩემი აზრით. ბატონო გიორგია, არჩევნები ახლოვდება, საინტერესო თემამდე მივდივართ და როგორია ვთქვათ გარემო, როგორია ვითარება ამ დროისთვის, ეძლევა თუ არა ჯანსაღ პარტიებს, აი როგორიც არის პატრიოტთა ალიანსი, რომ დაიწყოს კვლავ ეს აქტიობა და მიაღწიოს იმ შედეგს, რომელიც მიზნად აქვს დასახული. პატრიოტთა ალიანსი, როგორც გითხარით, იწყებს პოლიტიკურ აქტივობას
რაც შეეხება მისცემენ თუ არა საშუალებას, ვიზზე ვსაუბრობთ ხელისუფლებაზე. მე არ ამგონია რომ მე მესმის ხელისუფლებისაც მესმის. ხელისუფლებას უნდა რაც შეიძლება დიდხანს შეინარჩუნოს თავისი ძალაუფლება და მართლობაში დარჩეს რაც შეიძლება დიდხანს. მე ეს მესმის. დიახ, ბოდიშით ერთს დავამატებ, მთელი მსოფლიო ეუბნება დღეს ხელისუფლებას, მათ შორის ევროკავშირი, რომ ჩაატარეთ დემოკრატიულად არჩევნები და ამ დროს პატრიოტთა ალიანსს, რომელიც არის კვალიფიციური პარტია, ჩამოართვეს დამკვირვებლების დანიშვნის უფლება. ბოლო საპარლამენტო არჩევნების შემდეგ კომისიის წევრები ამ პირობებში როგორ შეიძლება ეს არჩევნები წარიმართოს დამაკმაყოფილებლად? ხო და მე ამის თქმა მინდა ზუსტად რომ პარტია კი მიიღებს მონაწილეობას ჩვენ ბრძოლისთვის მზად ვართ პოლიტიკური ბრძოლისთვის რაც შეეხება ხელისუფლებისაც მესმის მეთქი მათ უნდათ სურთ რომ რაც შეიძლება დიდხანს შეინარჩუნონ ძალაუფლება ამ ქვეყანაში მესმის ხალხზეა დამოკიდებული ყველაფერი კი არ უნდა დამირეკო ის კი არ უნდა მითხრა რომ კი გაგიყალბეს ყველაფერი მაგრამ აი შენ რატო რაღაცა ის მე კი არ გამიყალბეს თუ შენ მაძლევდი ხმას შენ გაგიყალბეს იმ ადამიანს გაუყალბეს იმის გამო რომ თქვენ გაგიყალბეს მე უარი ვთქვი მანდატზე საპარლამენტო მანდატზე აქაც უკმაყოფილო ხარ კარგი რო შემსულიყავი დღეს ვიქნებოდი პარლამენტის წევრი ვიჯდებოდი სავარძელში მექნებოდა დიდი ხელფასი მომსახურებოდა მანქანა შენ რა მაგით ადამიანები რო ამობდნენ არა თქვენ მაინც უნდა შესულიყავით ბიჭო მე რო არ დამეთმო ეს მანდატი შენთვის რა იცვლებოდა მე ეს დავთმე იმიტომ რომ სოლიდარობა გამოგიცხადე ფაქტიურად შენ ამომრჩეველი რო გქვია დაგანახე რომ მე არ ვიბრძვი იმისთვის რომ მარტო აღმოჩნდე იმ პარლამენტის სავარძელში შენ კიდე მეუნები არა იცი რა არის მე შენ ხმას გაძლევ იმისთვის რომ შენ აღმოჩნდე საპარლამენტო სავარძელში კი ბატონო არაფერი არ გააკეთო უშედეგოდ დამთავრდეს ყველაფერი თავარია შენ კონდეს ხელფასი მანქანა გემსახურებოდეს სტატუსი კონდეს და შემდეგ გეუნები არა შეცვლის ბერკეტები უნდა გქონოდა გეუნებით არ გვინდა ასე ეხლა გვაქვს რაღაც მოფიქრებული სულ რო ცოტა რაოდენობით აღმოჩნდეთ პარლამენტში გვაქვს ახალი სტრატეგია მოფიქრებული ჯერ ამაზე არ ვსაუბრობთ იმიტომ რომ არ გვინდა რომ ესე ვთქვათ ხელისუფლების მხრიდან კიდე რაღაც მორიგე სიურპრიზი ჩვენს მიმართ და საკონსტიტუციო სასამართლო ვიხილოთ უახლოეს პერიოდში ეს ძალიან უხეში სიტყვას ვიხმარ სასამართლოს მიმართ ჟურნალისტი ასეთ სიტყვას არ უნდა ხმარობდეს მაგრამ ეს მარაზმი უნდა დაასრულოს დროულად არ შეიძლება კვალიფიციური პოლიტიკური პარტიის მიერ შეტანილი სარჩელი წლების განმავლობაში გედოთ თაროზე. დროულად განიხილეთ ეს საქმე და დაუბრუნეთ ის კომისიის წევრები პარტიას, რომელიც ეკუთვნის სამართლიანად მისი ამომრჩევლის გადაწყვეტილებით. ზარია თუ შეიძლება და სანამ ზარი შემოვა. ხომ ვერ მეტყვი რა უნდა განიხილოთ. კონსტიტუციაში პირდაპირ წერია რომ პარტია რომელმაც გადალახა ბარიერი პარტიამ არა იმ ადამიანებმა რომლებიც შედიან პარლამენტში არა სულ რომ მოუხსნა საერთოდ სია საერთოდ ჩაუხსნა უკვე როცა გადავლახო ბარიერს ჩაუხსნით მთლიანად სიას მე მაინც ბარიერ გადალახული პარტია თუ ვიტყოლები ასეო კონსტიტუციაში წერია ეგ სადღაც საარჩევნო კანონმდებლობა და ის კი არაფერ შუაში არ არის კონსტიტუციაში პირდაპირ წერია პარტია რომელიც ლახავს ბარიერს არის უკვე ბარიერ გადალახული კვალიფიციური პარტია, რომელსაც ეკუთვნის უფასო სარეკლამო დრო, კომისიის წევრები ასე შემდეგ. რა არის აქ? რა უნდა განიხილო? კონსტიტუცია არ შეცვლილა. რა უნდა განიხილო? მაგრამ აი მიუხედავად ამისა, მაინც ვერ მივიღეთ პასუხი დღემდე. ზარია ეთერში და ამ ეთერში ეს ბოლო ზარი იქნება, ვასრულებთ უკვე. გამარჯობა, გისმენთ, შეგიძლიათ დაიწყოთ საუბარი. გამარჯობა, მოგესალმებით. დამაინტერესებს მიგან, აი თქვენ როგორ მიგაჩნიათ? აი მაგალითად 2024 წელს ოქტომბერში ჩატარდა არჩევნები. 26 ოქტომბერს თარიღი ცნობილია უკვე. 2024-ში. დიახ. არ გაიმარჯვებს. თქვენ როგორ აგუნიათ გამოვა და თავი-თავს გამარჯვებულად გამოაცხადებს და მე 2012 წელს სააკაშვილო გადავაგდეთ. ეგრე მოგვიწევს მოსახლეობას გადაგდება თუ თვითონ წავდნენ. აი ეგ მაინტერესებს. ეს უკვე შემდეგი გადაცემების თემაა, დრო ამოგვეწურა ძალიან გთხოვთ. კი, მოკლედ. ანუ პასუხი არ იქნება, მაგრამ ამაზე პასუხი არ არსებობს. ადრე თუ გვიან გაიხსენეთ ისტორია, გინდათ საქართველოს ისტორია გაიხსენეთ, გინდათ მსოფლიო ისტორია გაიხსენეთ, რომის ისტორია გაიხსენეთ. ანუ იმპერატორები, რომლებიც უკვე ხელში ამოსდიოდა ხალხს საბოლოო ჯამში, იმათ ან კლავდნენ, ან იმ პერიოდში კლავდნენ, ეხლა ეგეთ რაღაცეები იშვიათად ხდება ხოლმე და იმედი მაქვს, რომ აქ ჩვენ არ მივალთ ასეთ ზომამდე, მაგრამ ყოველთვის ბოლო სიტყვა მაინც ხალხს ეკუთვნის. რა თქმა უნდა. აი, რამდენად ამოუვა და როდის ამოუვა მოსახლეობას ხელში უკვე ამათი არსებობა
დავინახავთ ზუსტად მოსახლეობის მოქმედების ფორმით. ანუ მოსახლეობა მოითხოვს ამას, თუ არ მოითხოვს რომ გადადგეს ეს ხელისუფლება და გამოვა 100,000, 200,000 კაცი გარეთ, გამოვა. არ გამოვა, გეყოლებათ კიდე ეს ხელისუფლება. ეს თქვენზეა დამოკიდებული. დიდი მადლობა. გიორგი ლომია იყო სტუდია ნომერი 8-ის სტუმარი. ჩვენ გემშვიდობებით ამ გადაცემით, ხოლო ეთერს რამდენიმე წუთში განაგრძობს ნინო რატიშვილი თავისი საინტერესო რესპონდენტებით, ხოლო უკვე საღამოს 9-ის ნახევრიდან ირმა ინაშვილი შემოგიერთდებათ თავის საინტერესო სტუმრებთან ერთად აგრეთვე. მე ილია ჩაჩიბაია ვარ, მადლობა ყურადღებისთვის. ნახვამდის.